აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ამერიკის საგარეო პოლიტიკის გარდაქმნას ზედამხედველობდა დახმარების ნაცვლად ვაჭრობასა და დასავლეთ ნახევარსფეროზე ყურადღების გადატანაზე. მაგრამ ეს ცვლილებები იგრძნო ისრაელმა და მთლიანად ახლო აღმოსავლეთმა. საიწავა მოვლენები აქედან. ამერიკული ხედვის გასაგებად სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ თომი პიკეტს ვესაუბრებ. მოგესალმებით გადაცემაში ამერიკული ხედვა, სადაც ჩვენთან ერთად არის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი თომი პიკეტი. დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ და შემოგვიერთდით. სასაუბრო თემები ნამდვილად არ გვაკლია. თუნდაც ამისთვის 25 წუთი გქონდეს. ასე რომ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო არ ჩანდა რომ დონალდ ტრამპისთვის საგარეო პოლიტიკისთვის იდეალური ადამიანი იქნებოდა. ის მაგას სამყაროდან არ მოდიოდა. ის პოლიტიკური მეტოქეი განსაკუთრებით აგრესიული ფიგურა არ ყოფილა, თუმცა ძალიან დიდ პატივს სცემდნენ პოლიტიკურ სპექტრში. ამ ადამიანმა თავისი ადგილი დაიმკვიდრა და არა მხოლოდ სახელმწიფო მდივნის როლი იტვირთა, არამედ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლისად. გულისხმობ, მოდით ჯერ ეს დავალაგოთ. როგორ გახდა ის ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა საგარეო პოლიტიკის ამ გარდაქმნაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ მას არ აქვს ტრამპის გარემოცვიდან მომავალი გამოცდილება, ასე ვთქვათ. კარგი, არ ვიცი, ვეთანხმები თუ არა ამ დახასიათებას მისი გამოცდილების თვალსაზრისით, მაგრამ პირველ რიგში რაც მინდა აღვნიშნო, არის ის, რომ ეს პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკაა. President Trump ადგენს საგარეო პოლიტიკას და ჩვენ ვახორციელებთ ამ პოლიტიკას. ვიცი, რომ სახელმწიფო მდივანი რუბიო მისთვის პატივია, რომ არის ამ მართვაც უმაღლესი დონის გუნდის წევრი, იმ გუნდის, რომელიც პრეზიდენტმა შეკრიბა. პრეზიდენტის დღის წესრიგის განხორციელება ხდება. ასე რომ, ყველაფერი იწყება ზემოდან. ყველაფერი იწყება იმ მიზნის სიცხადით, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი აყალიბებს, თავისი დღის წესრიგის, იმ პრინციპების მიხედვით, რაც მას სურს დაინახოს. და შემდეგ ის თანამშრომლობა, რასაც ხედავთ მისი გუნდის წევრებთან, რათა ეს ყველაფერი განხორციელდეს. ასე რომ, სახელმწიფო მდივანი რუბიო მისთვის პატივია იმ გუნდის წევრობა, რომელიც ახორციელებს პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკას და ყოველთვის როცა შესაძლებლობა ეძლევა, უზრუნველყოფს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხედვა რეალობად იქცეს. პრეზიდენტი ტრამპი არატიპიური პრეზიდენტია. არ ვფიქრობ, რომ ვინმე ამაზე იდავებს. მან თავისი საგარეო პოლიტიკა ტრადიციული გზით არ წარმართა, რაც გარკვეულ ასპექტებში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. სახელმწიფო მდივანი რუბიო ერთადაა ვიცე-პრეზიდენტ ვანსთან, ჯარედ კუშნერთან, სტივ ვიტკოფთან, სხვა პირებთან ერთად ამ საგარეო პოლიტიკის განსახორციელებლად. გულისხმობ, რომ მთელი სასახლის ინტრიგებში ჩაღრმავების გარეშე ჩვენ ამისთვის დრო არ გვაქვს. გულისხმობ, როგორ განისაზღვრება ზუსტად რა როლი აქვს მდივანს კონკრეტულ საკითხზე. და ჩვენ გვიწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სასახლის ინტრიგებზე. და ეს იმიტომ ხდება, რომ ხალხს არ შეუძლია მიღწევების დაკნინება. ვფიქრობ, სწორედ ამიტომაა ამაზე ასეთი ხალბი ყურადღება. ქავთ გუნდი, რომელიც საოცრად კარგად ეთქობა ერთმანეთს, მუდმივად საუბრობს და როგორც ხაზი გაუსვი, ახორციელებს პრეზიდენტ ტრამპის ხედვას. ეს დიდი სამყაროა. ეს დიდი სამყაროა უამრავი პრობლემით, რომლებიც ამერიკელ ხალხს ემოქმედებს. და ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ინტერესები წინ წავწიოთ, როცა და რამდენჯერაც შეგვიძლია. ვფიქრობ, როცა თქვენ საუბრობთ არაორდინარულობაზე, ან როგორც თქვენ თქვით, არატიპურობაზე ამ პრეზიდენტობის კონტექსტში, ვფიქრობ, ეს მაინც უბრუნდება ძალიან საღი აზრის პრინციპს, რომელიც გულისხმობს, რომ ქვეყნები მოქმედებენ საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და რომ შეერთებული შტატები ჩვენს ეროვნულ ინტერესებს წინ წასწევს. ეს სავი აზრი ჩანს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს შეიძლება არ იყო ტიპიური, მაგრამ ეხლა უკვე ტიპიურია. ასე უდგებით ამ საკითხს. და მდივანი ამას ხშირად ამბობს. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გზას ვერ ვიპოვით. სინამდვილეში პირიქითაა. როცა შენი ინტერესები ნათლად გესმის, ეს გაძლევს საშუალებას ითანამშრომლო სხვა ქვეყნებთან, სადაც თქვენი ინტერესები ემთხვევა. და როცა თქვენი ინტერესები არ ემთხვევა, მაშინაც ძალიან ნათლად ხედავ. მოდით ვიპოვოთ გამოსავალი. მოდით ვიპოვოთ გზა, როგორ გავიაროთ ეს. მოდით ვიპოვოთ გზა წინსვლისთვის. ასე რომ, ეს რეალურად კიდევ უფრო მეტად უთხოვს ხელს ამის განხორციელებას. თქვენ ახსენეთ ყველა მოთამაშე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდში, ან ბევრი მოთამაშე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდში, როდესაც საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება. მართლა ასეა, როგორც თქვი. ეს საგარეო პოლიტიკის საუკეთესო გუნდია. თქვენ ხალხ ადამიანები მთელ მსოფლიოში, რომლებიც ერთად მუშაობენ პრეზიდენტის დღის წესრიგის განსახორციელებლად. მოდით ვისაუბროთ პრეზიდენტის დღის წესრიგის განხორციელებაზე, განსაკუთრებით ისრაელთან დაკავშირებით. იცით, არიან კრიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ ისრაელი აკონტროლებს ამერიკის საგარეო პოლიტიკას. არიან კრიტიკოსები ისრაელშიც, რომლებიც ამბობენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი უკარნახებს ბენიამინ ნეთანიახუს. ეს ნამდვილად დამოკიდებულია თქვენს შეხედულებაზე. გულისხმობ, ეს მართლაც ძალიან გრძნობიარე პერიოდი იყო აშშ-ისა და ისრაელის ურთიერთობებში, განსაკუთრებით ეხლა, როდესაც დემოკრატების მხარდაჭერა იკლებს და რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი ფრთაც წყვეტს მხარდაჭერას. როგორ მართავს ამ ურთიერთობას ახლა ფართო გაგებით სახელმწიფო მდივანი და სახელმწიფო დეპარტამენტი? ნახეთ, ისრაელი არის და რჩება აშშ-ის ძლიერ პარტნიორად. და რასაც აქ ხედავთ არის ის, რომ პრეზიდენტი ტრამპი განსაზღვრავს ამერიკის ინტერესებს და ახორციელებს და ავითარებს ამერიკის ინტერესებს იქ, სადაც ისინი ემთხვევა სხვა ქვეყნების ინტერესებს. როგორც ახლახან ვამბობდი, ასეთ შემთხვევებში ერთად მუშაობ, მაგრამ არავის შეუძლია ეჭვი შეიტანოს იმ ძლიერ ურთიერთობაში, რაც გვაქვს ისრაელთან, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებთანაც. ძალიან ძლიერი ურთიერთობები. ასე რომ ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტს, რომელმაც რამდენიმე დაპირება დადო და ამ დაპირებებს ასრულებს. თქვენ ხედავთ პრეზიდენტს, რომელმაც იერუსალიმში გადაიტანა,
დედაქალაქი ჩვენი აღიარების თვალსაზრისით. ხედავთ, რომ პრეზიდენტი სწორედ დღეს კვლავ საუბრობს აბრაამის შეთანხმებებზე. ისტორიული ინიციატივა, რომელიც როგორც თქვენ თქვით, პრეზიდენტის არატიპურ მიდგომას უკავშირდება. ეს მხოლოდ პრეზიდენტის ლიდერობის წყალობით გახდა შესაძლებელი აბრაამის შეთანხმების კუთხით. და ვფიქრობ, ხედავთ, რომ პრეზიდენტი აგრძელებს ამაზე საუბარს. ის მართლაც აგრძელებს ამაზე საუბარს. მათ შორის ეძებს გზებს აბრაამის შეთანხმებების გასაფართოებლად. და საბოლოოდ ვფიქრობ, რაც აქ მნიშვნელოვანია, ეს უკავშირდება პრეზიდენტის ვიზიტს რეგიონში, სადაც მან ისაუბრა ახლო აღმოსავლეთისთვის ოქროს ხანაზე. ეს არის პრეზიდენტის მიზანი და ეს არც სადავოა და არც უნდა იყოს. მშვიდობა, კეთილდღეობა, სუვერენიტეტი. ეს არის ის, რაც პრეზიდენტს სურს იხილოს ამ ურთიერთობებში და მან უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები ამის მისაღწევად. მოდით ყურადღება გავამახვილოთ ახლო აღმოსავლეთზე, რადგან თქვენ აბრაამის შეთანხმებებზე ისაუბრეთ. პრეზიდენტი ტრამპი ამ კვირაში ლიბანის პრეზიდენტ აუნთან შეხვედრაზე აღნიშნავდა, მას სურს რომ ლიბანი გახდეს აბრაამის შეთანხმებების ნაწილი, რათა მომავალში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ცხადია, იქამდე მისასვლელად დიდი გზა იქნება, მაგრამ სახელმწიფო მდივანმა რუბიომ გარკვეულწილად ლიდერობა აიღო ამ სამმხრივი ჩარჩოს განხორციელებაში, აშშ-ს ისრაელსა და ლიბანს შორის. მათ ცდილობენ იპოვონ გზა, რათა ჰეზბოლა სამხრეთ ლიბანიდან გააძევონ და ასევე ცდილობენ იპოვონ გზა ისრაელსა და ლიბანს შორის გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად. როცა ვინმე მართვის სადავეებს იღებს, ეს ნიშნავს, რომ ისინი საკუთარ თავს რისკის ქვეშ აყენებენ ფაქტობრივად. დარწმუნებულია თუ არა მდივანი რუბიო იმის გათვალისწინებით, რამდენად რთულია ჰეზბოლას სამხრეთ ლიბანიდან გაძევება, რომ ეს ჩარჩო შეიძლება წარმატებული იყოს. ჩვენ ვიხილეთ ისტორიული პროგრესი. არავინ ამცირებს ჩვენს წინაშე არსებულ სირთულეებს და მე ნამდვილად არ ვაკეთებ ამას აქ. მაგრამ ჩვენ უკვე ვიხილეთ ისტორიული პროგრესი. ამ ტიპის უმაღლესი დონის საუბრები 10 წლეულების განმავლობაში ლიბანის მთავრობისისა და ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებს შორის. ამ პროცესის დაწყებიდანვე შეერთებული შტატები კონცენტრირებული იყო კეთილსინდისიერი დიალოგისთვის სივრცის შექმნაზე. კეთილსინდისიერი განხილვები რომ გაიმართოს. და ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს საუბრები შედგა. ჩვენ ხედავთ პირველი საპილოტე ზონების დაწყებას, რომლებიც ამ ჩარჩოს განხორციელებას წარმოადგენს. სამმხრივი კოორდინაციის ჯგუფის კოორდინაციით, რომელიც ამ ჩარჩოს ფარგლებში გამოცხადდა. ასე რომ, არავინ ამცირებს იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენს წინაშეა. აბსოლუტურად არავინ. მაგრამ ჩვენ უკვე მივახციეთ ისტორიულ პროგრესს. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიული პროგრესის მიღწევას. ბოლო ნაბიჯი ამ პროგრესში იყო შეხვედრა, რომელსაც თქვენ ახლახან მიუთითეთ ოვალურ ოფისში. შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ლიბანის პრეზიდენტს შორის. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროგრესის მიღწევას. ჩვენ ველით რომ გავაგრძელებთ ამ პროგრესის მიღწევას, მაგრამ ჩვენ ძალიან კაფიოდ ვუყურებთ ამ საკითხს და ძალიან კარგად ვიცით მიზნები. კიდევ ერთხელ, როგორც ადრე ვთქვი, მშვიდობა, კეთილდღეობა და სუვერენიტეტი ეს ამ ვითარებას სრულად მიესადაგება. ისრაელის უსაფრთხოება, ლიბანის მთავრობის სუვერენიტეტი. ეს პრინციპები ის საკითხებია, რომლებზეც ჩვენ ვხედავთ, რომ მხარეები აქ თანხმდებიან და ვწმუნდებით, რომ ვდგამთ ნაბიჯებს ტერორისტული ინფრასტრუქტურის დემონტაჟისთვის, რათა ისრაელი იყოს უსაფრთხოდ და ლიბანის მთავრობა ლიბანზე სუვერენიტეტი გქონდეს. დიახ, მინდა გითხოთ, რადგან 3-4 კვირის წინ სანქციები დაწესდა ლიბანის შეიარაღებული ძალების რამდენიმე მაღალი რანგის ლიდერზე, რომლებიც ჰეზბოლასთან დაკავშირებულ პარტიასთან იყვნენ დაკავშირებულნი. იყო ბიუჯეტის შემცირების წინადადებები, რომლებიც თეთრი სახლის მხრიდან ლიბანის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით იქნა გამოთქმული. მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა ირანის პრეზიდენტთან შეხვედრიდან შეხვედრისას თქვა, რომ მას ჯერა ლიბანის შეიარაღებული ძალები შეიძლება თვითკმარი გახდეს, რომ არსებითად მე აქ არ ციტირებ მას, რომ მათ შეუძლიათ საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ეს გარკვეულწილად უთიეთ გამომრიცხავი გზავნილებია. ფიქრობს თუ არა, რომ ლიბანის შეიარაღებული ძალები საკმარისად სანდოა, საკმარისად ავტორიტეტულია, რომ არსებითად ისრაელთან ერთად იმუშაოს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს? კარგი, ამ წინაპირობას ასე პირდაპირ არ ვეთანხმები. ის სანქციები ძალიან კონკრეტულად იმ პირებზე იყო დაფუძნებული, ვინც ლიბანის მთავრობის სუვერენიტეტს აზიანებდა. ეს იყო მკაფიო სიგნალი. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სფეროში ხარ, თუ ამ საქმიანობაში მონაწილეობ. სანქციების რისკის ქვეშ ექცევი. და სწორედ ამას წარმოადგენდა ეს სანქციები. მათ შორის იყო ირანის ელჩად დანიშნული პირი, რომელსაც ლიბანის მთავრობამ persona non grata სტატუსი მიანიჭა. მაგრამ მან კრაფანა მაინც არ დატოვა. ამიტომ სანქციები ძალიან კაფიო იყო ამ მიზნისთვის და რეალურად წარმოადგენდა სტრატეგიის ნაწილს, რომელიც ლიბანის მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერებასა და მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. სწორედ ამას ეხებოდა ეს სანქციები. და ჩვენ ვიხილავთ უფრო მეტ ნაბიჯს, როგორც უკვე განიხილა მდივანმა, როგორც პრეზიდენტმაც განიხილა ლიბანის მთავრობის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, რათა ჩვენ ვიხილოთ სუვერენული ლიბანის მთავრობა ამ ტერიტორიაზე, ლიბანის ხის ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი იყოს ლიბანის მთავრობა. დიახ, პრეზიდენტმა და მდივანმა აქ ყურადღება გაამახვილეს ლიბანის ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რომ ისინი კვლავ ამოქმედნენ, გახდნენ სანდოები და ფუნქციონირებდნენ. ძირითადად იგივე მეთოდი, რაც სირიაში ვიხილეთ, ალ-შარას მთავრობის მხარდაჭერა, ეკონომიკის ამუშავება, სანქციების მოხსნა და ასე შემდეგ. არის რამე, რაც წაიღეს. გულისხმობ, აქ საქმე თანაბარ საკითხებთან არ გვაქვს, მაგრამ იყო თუ არა რაიმე, რაც სირიის მთავრობის ხელახლა ამუშავების წარმატებიდან შეიძლება გადმოვიტანოთ ლიბანში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ? კი, ეს ორი სრულიად განსხვავებული სიტუაცია. დიახ, პასუხებიც, რა თქმა უნდა, განსხვავებული აქ. ხვავებული აქ. გულისხმობ, რასაც ხედავთ ისრაელისა და ლიბიის მთავრობებს შორის მოლაპარაკებებში. რეალურად არის ამ ორი ქვეყნის დიალოგი, რათა იპოვონ საუკეთესო გზა წინსვლისთვის და უზრუნველყონ უსაფრთხოება, კეთილდღეობა და სუვერენიტეტი.
ასე რომ ხედავთ, როგორ მიმდინარეობს ეს განხილვები. სირიაში, რასაც აქ საუბრობთ, არის ნაბიჯები, მაგალითად, გარკვეული სანქციების მოხსნა, ეკონომიკური ინვესტიციების წახალისება სირიაში. მაგალითად, ნახეთ ბოლო განცხადება სირიასა და ერაყს შორის, მილსადენზე, რომელიც კიდევ უფრო წაახალისებს ამ ძალისხმევას. და უფიქრობ, რასაც აქაც ვხედავთ, არის ის, რომ სირიაში გვაქვს მაგალითი, სადაც მანამდე, სანამ მოქმედი მთავრობა იქნებოდა, რეჟიმი, რომელიც აქტიურად უშლიდა ხელს ჩვენს შესაძლებლობას, რომ ვებრძოლოთ ტერორიზმსა და ISIS, მაგალითად. და ახლა ჩვენ გვყავს პარტნიორი ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს თავისთავად ისტორიული ცვლილებაა რეგიონში და პრეზიდენტი ძალიან მკაფიო იყო სირიის საკითხში. მას სურს სირიამ მიეცეს სიდიადის მიღწევის შანსი. კიდევ ერთი გარემოება, სადაც არავინ აკნინებს იმ სიფთულეებს, რომლებიც წინ გველის. მაგრამ პრეზიდენტი ძალიან მკაფიოა. მას სურს სირიამ მიეცეს სიდიადის მიღწევის შანსი. მან მიესალმა ბევრი მქმედებას, რომელიც სირიაში იქნა განხორციელებული ამ მიზნების მისაღწევად. და ჩვენ ვაგრძელებთ ნაბიჯების გადადგმას სირიის მხარდასაჭერად იმ გზებით, რითაც შეგვიძლია რათა მივახციოთ ამ მიზნებს. სტაბილურ სირიაში, რომელიც მშვიდობაშია საკუთარ თავთან და მეზობლებთან. ისრაელს ცხადი აქვს, გულისხმობ ეს ძალიან მსუბუქად ნათქვამია. ისრაელს აქვს უსაფრთხოების შეშფოთებები ამ რეგიონში, როდესაც საქმე სირიასთან გვაქვს. როდესაც საქმე ლიბანს ეხება, ზოგჯერ ეს უსაფრთხოების შეშფოთებები შეიძლება პრეზიდენტ ტრამპსაც და სახელმწიფო მდივან რუბიოსაც შეუშალოს ხელი. იმის განხორციელება, რასაც ისინი თვლიან საუკეთესო გზად, ან ყველაზე სწრაფ გზად, ან ყველაზე ეფექტურ გზად წინსვლისთვის. ეს არის ორმხრივი საუბრები და ზოგჯერ ვისმენთ პრეზიდენტის კომენტარს. ამ საუბრებზე აქ რამდენად ითვალისწინებს დეპარტამენტი, მდივანი და ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ისრაელის უსაფრთხოების შეშფოთებებს. ანუ როგორ ხდება ამ ყველაფრის დაბალანსება იმ მისიის შესრულებასთან, რომელსაც ეს ადმინისტრაცია ისახავს მიზნად. მოусმინეთ, ჩვენ ხშირად ვესაუბრებით ჩვენს ისრაელელ პარტნიორებს. ეს არის კარგი პარტნიორობის ნაწილი, ასეთი საუბრები უნდა გქონდეს. და ჩვენ ნახეთ, როგორც თქვენ ახსენეთ, პრეზიდენტი ამ საკითხებზე საუბრობს. მე არ დავამატებ მის შეფასებას ამ საუბრების შესახებ, არც ერთ მხარეს და არც კერძო დიპლომატიურ საუბრებზე დეტალებში შევალ ამ საკითხზე. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პრინციპებია უსაფრთხოება, სუვერენიტეტი, კეთილდღეობა. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ყველაფერი მიღწევადია და სწორედ ამიტომ გვინდა შევქმნათ სივრცე ამ დიალოგებისთვის. ამიტომაც არის ეს ასე მნიშვნელოვანი. მაგალითად, როდესაც საქმე ლიბანს ეხება, ლიბანის მთავრობა და ისრაელის მთავრობა ერთმანეთს ესაუბრებიან მომავლის გზებზე. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ტერორისტული ინფრასტრუქტურა იშლება, რაც ისრაელისთვის მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს. ამიტომ, შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, აქ საკუთარ ეროვნულ ინტერესებზეა კონცენტრირებული, მაგრამ ჩვენი ეროვნული ინტერესები რეგიონში მშვიდობასა და კეთილდღეობას უკავშირდება. თუ დაუბრუნდებით პრეზიდენტის ვიზიტს რეგიონში და იმ ოქროს ხანას, რომელზეც ახლო აღმოსავლეთისთვის საუბრობდა, ჩვენ გვჯერა, რომ ეს სრულად შესაძლებელია ამ პრინციპებზე დაქრონობით. და ეს იწყება დიალოგით, ეს იწყება იმით, რომ ადამიანები მოლაპარაკების მაგიდასთან მოვიყვანოთ. ეს იწყება იმით, რომ ქვეყნებს მივცეთ შესაძლებლობა განავითარონ ინფრასტრუქტურა და ინსტიტუტები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ უზრუნველყონ თავიანთი სუვერენიტეტი საკუთარ ტერიტორიებზე. ისინი მშვიდობაში იყვნენ საკუთარ თავთან. ჩვენ შლით იმ ტერორისტულ ინფრასტრუქტურას, რათა დავწმუნდეთ, რომ ხედავთ უსაფრთხოებას, მშვიდობას და კეთილდღეობას. თქვენ ახსენეთ პრეზიდენტის ვიზიტი რეგიონში, მაგრამ სახელმწიფო მდივანმა უფრო ახლახან იმოგზაურა ამ რეგიონში. ეს მოხდა აშშ-სა და ირანს შორის მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტის დროს, ურთიერთგაგების მემორანდუმის მოქმედების პერიოდში. და ზოგიერთი ანალიტიკოსი ამ ვიზიტს ისე ავიქვამდა, თითქოს ის ცდილობდა დაეცხროს შეშფოთება და შეემსუბუქებინა ამერიკის სპარსეთის ყურის მოკავშირეების უკმაყოფილება მათი დაცვის საკითხში. თუ ირანი კვლავ დაესხმება თავს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ წარიმართა ომი რეალურად. რა იყო სახელმწიფო მდივან რუბიოს ამ ვიზიტის მიზანი და შედეგი? ეს ვიზიტი მიზნად ისახავდა მადლობის გადახდას ჩვენს სპარსეთის ყურის მოკავშირეებისა და პარტნიორებისთვის, იმ სიმამაცისთვის, გამძლეობისთვის, ლიდერობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ აჩვენეს შეერთებული შტატების მიმართ ირანის თავდასხმების ფონზე. იყო თუ არა დაძაბულობა? არის თუ არა დაძაბულობა ამერიკასა და მის სპარსეთის ყურის მოკავშირეებს შორის? ეს წარმოუდგენლად მჭიდრო პარტნიორობა ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და არსებობს ერთსულოვნება იმასთან დაკავშირებით, რომ ირანის რეჟიმს არ უნდა კონდეს ბირთვული იარაღი. მაგალითად, თქვენ ნახეთ, ძლიერი ერთობლივი განცხადება სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს მხრიდან, რომელმაც ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა პრინციპები. იქნება ეს ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით, იქნება ეს ირანის რეჟიმთან დაკავშირებით, იქნება ეს სხვა მრავალ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ გაძლიერებულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებსა და ჩვენს სპარსეთის ყურის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის. და სინამდვილეში, ეს ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო. გარდა იმისა, რომ მონაწილეობა მიიღო ჯის შეხვედრაში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსა და ჩვენს კოლეგებთან საკითხების განხილვის გარდა, ვიზიტის მიზანი იყო მადლობის გადახდა იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ირანის რეჟიმის მხრიდან მრავალი თავდასხმა გადაიტანეს. მადლობა გადაეხადათ მათი სიმამაცისთვის, მათი გამძლეობისთვის, მათი მხარდაჭერისთვის. და ჩვენ კვლავ ხედავთ ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ირანის რეჟიმს არ უნდა კონდეს ბირთვული იარაღი. ფუნდამენტურად მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში შეუძლებელია, თუ ირანის რეჟიმს ეკნება ბირთვული იარაღი. ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს. და რასაც ვხედავთ, როდესაც სახელმწიფო მდივანი მიდის სპარსეთის ყურის რეგიონში, არის ის, რომ ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას და ასევე ვუხდით მადლობას ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს იმ მხარდაჭერისა და ლიდერობისთვის, რაც მათ აჩვენეს. ასე რომ, სტრატეგიული თვალსაზრისით, აქ რეგიონი გაერთიანებულია საერთო მტრის წინააღმდეგ. ვგულისხმობ იმას, რომ ლიბანის მთავრობასაც კი უნდა, რომ ირანი წავიდეს ქვეყნიდან. ამ ეტაპზე თქვენ მთლიანობაში უყურებთ სიტუაციას. ვგულისხმობ იმას, რომ აბრაამის შეთანხმებების წინსვლა ერთ-ერთი ხედვაა.
მაგრამ როგორ მოქმედებს ეს ადმინისტრაცია? როგორ იყენებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ სიტუაციას, როცა ყველა უნდა რომ ეს რეჟიმი წავიდეს? გამოიყენოს ეს გრძელვადიანი უპირატესობისთვის, გრძელვადიანი სტრატეგიისთვის, გრძელვადიანი მისიისთვის. აქ პირველ რიგში ეს იწყება იმ ძირითადი მიზნის მიღწევით, რომ ირანის რეჟიმს არ უნდა კონდეს ბირთვული იარაღი. ეს არის მიუღებელი საფრთხე რეგიონისთვის, შეერთებული შტატებისთვის, მსოფლიოსთვის. ეს არ შეიძლება დაუშვათ. The president-ი ამას ერთ მნიშვნელოვნად აცხადებს ისევ და ისევ. პრეზიდენტის მიერ ირანის რეჟიმთან დაკავშირებით გადადგმულმა ნაბიჯებმა უკვე უფრო უსაფრთხო გახადა რეგიონი და მსოფლიო. ოპერაცია Minute Hammer, რომელმაც გაანადგურა ის ბირთვული ობიექტები. ოპერაცია Epic Fury, ირანის რეჟიმის კონვენციური შეიარაღების შესაძლებლობების განადგურება. ბოლო დროს ჰქონდა მემორანდუმი, ირანის რეჟიმმა დაარღვია მემორანდუმი. შემდეგ პრეზიდენტმა შესაბამისი ნაბიჯები გადადგა. ეს არის ის ბოლო მოქმედებები, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ. ასე რომ პრეზიდენტი უკვე უფრო უსაფრთხოს ხდის რეგიონს, მსოფლიოს და შეერთებულ შტატებს იმ ქმედებების გამო, რაც მან გააკეთა. ეს არის აქ მთავარი მიზანი. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი არ მალავს, რომ სურს აბრაამის შეთანხმებების გაფართოება, სურს დაინახოს მშვიდობა და კეთილდღეობა. ასევე ვხედავთ ეკონომიკური ინვესტიციების ზრდას ამ ადმინისტრაციის განმავლობაში. ტრილიონობით დოლარის ახალი ინვესტიციებია შეერთებულ შტატებსა და ჩვენს პარტნიორებს შორის ახლო აღმოსავლეთში. ტრილიონობით დოლარი. ეს ეკონომიკური პარტნიორობა, რომელიც უამრავ სარგებელს იძლევა, უამრავ სამუშაო ადგილს ქმნის ამერიკელი ხალხისთვის. ასევე სარგებელს მოუტანს რეგიონსაც. ეს ეკონომიკური ინვესტიცია ფუნდამენტურია იმაში, თუ როგორ აღწერს თავად პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკისადმი მიდგომას. ის ფაქტი, რომ ეკონომიკა ფუნდამენტურია, ეს სავაჭრო ურთიერთობები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დაბალანსებული სავაჭრო ურთიერთობა და ინვესტიცია კრიტიკულია ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, კავშირების გაღრმავებისთვის, მაგრამ ასევე უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შესაძლებლად ქცევისთვის. მოდით ამაზე ვისაუბროთ. რადგან როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეკონომიკური კომპონენტი ამ ადმინისტრაციის მრავალ ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებაში მთავარი იყო. აქ სპარსეთის ყურის რეგიონთან მიმართებით, ისრაელთან მიმართებით, რაც შეეხება იქ არსებულ შესაძლებლობებს, ჩვენ ვნახეთ ხელმოწერილი შეთანხმებები. ეს ვნახეთ მაშინაც, როცა კატარის ლიდერი ჩამოვიდა, როცა საუდის არაბეთის ლიდერი ჩამოვიდა და ასე შემდეგ. რა დარჩა იქ? კი, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჯერ კიდევ მიმდინარეობს იმ შეთანხმებების განხორციელებისკენ სვლა. ჩვენ კვლავ ხედავთ, რომ ახალი შეთანხმებები იდება და განიხილება, არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. როდესაც საქმე ეხება ინვესტიციებს შეერთებულ შტატებში და რეგიონის ეკონომიკურ კეთილდღეობას, სწორედ ეს მიგვიყვანს იმ ოქროს ხანამდე. ასე რომ სინამდვილეში ტრილიონობით დოლარი უპრეცედენტო რაოდენობაა. მართლაც ასე ჩანს, როცა პრეზიდენტი ტელეფონზე ვინმეს ესაუბრება, ან რეგიონში ჩადის, ყოველთვის ხელში რაღაცით ბრუნდება. ინვესტიციის შეთანხმებით, რომელიც ორივე ქვეყანას უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენებს. ასე რომ, ეს განხილვები კვლავ გრძელდება. ჩვენ მხოლოდ ვაძლიერებთ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს, როდესაც საქმე ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს ეხება ახლო აღმოსავლეთში და ეს კიდევ ერთხელ რჩება ამ ურთიერთობის ფუნდამენტურ ნაწილად. ეს კვლავაც არის ღაზას გეგმის შემადგენელი ნაწილი. კარგით, ნახეთ, ღაზას გეგმა სწორედ ეს არის. თითოეულ ამ საკითხს აქვს ფუნდამენტური მიზანი, მშვიდობა და კეთილდღეობა. ეს აჩვენებს პრეზიდენტის ხედვის თანმიმდევრულობას, როცა საქმე ღაზას ეხება. ჩვენ ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ ვახორციელებთ პრეზიდენტის მშვიდობის გეგმას ღაზასთვის. რაც მნიშვნელოვანია ამაში და რაც მასზეა დამოკიდებული, არის ჰამასის დემილიტარიზაცია. ეს არის ის, რაც პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა ორივემ თავიდანვე განაცხადეს. ასე რომ, სწორედ ეს არის ამის წინაპირობა. ჩვენ ხედავთ მშვიდობის საბჭოს, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა საკითხს აცხადებს. პრეზიდენტის მშვიდობის გეგმის განხორციელებისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენ კვლავ ამ მშვიდობის გეგმისა და მისი განხორციელების ერთგულნი ვართ. მშვიდობის დამყარება რთულია. President ის მოვიდა მიზნით, რომ ერთ დღეში დაესრულებინა რუსეთ-უკრაინის ომი. მან შეძლო მსოფლიოს გარშემო კონფლიქტების ჩახშობა, მაგრამ ცეცხლი ბოლომდე მაინც არ ჩამქრალა. ამ ადმინისტრაციამ უკვე გარკვეული გზა იპოვა და ეხლა ამ კონფლიქტების გრძელვადიან მოგვარებას გეგმავს, რადგან ეს არის პრეზიდენტი, რომელსაც ყველაფერი ეხლა უნდა, ყველაფერი გუშინ უნდა. მაგრამ მშვიდობის დამყარება ასე უბრალოდ არ ხდება. ეს ადმინისტრაცია გრძელვადიან პერსპექტივაშია ჩართული. იქნება ეს ღაზა, იქნება ეს ლიბანი და ასე შემდეგ. ეს სწორედ პრეზიდენტის ლიდერობის დამსახურებაა, რომ ჩვენ ხედავთ იმას, რაც მიღწეულია. მაგალითად, ღაზას შემთხვევაში. ძევლების გათავისუფლება, ის, რასაც ბევრი შეუძლებლად მიიჩნევდა, შესაძლებელი გახდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ლიდერობისა და მისი ამ საკითხზე მუშაობის წყალობით. მრავალი ქვეყნის გაერთიანება ერთი მიზნისთვის. ისრაელისა და ღაზას ხალხისთვის მშისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევის მცდელობისთვის. დამოკიდებულია ჰამასის დემილიტარიზაციაზე. ჩვენ ვაგრძელებთ ამ შეთანხმებების განხორციელებას, მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ, რომ ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ლიდერობის დამსახურება. თუ შეხედავთ სამშვიდობო შეთანხმებებს მთელ მსოფლიოში, რომელმაც ადამიანები მოლაპარაკების მაგიდასთან მოიყვანა, მან ადამიანები მოლაპარაკების მაგიდასთან მოიყვანა და გააკეთა ის, რაც არავის ეგონა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნე, ლიბანსა და სირიასთან ჩვენ არ ვამცირებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც წინ გველის. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ამას. პრეზიდენტიც და სახელმწიფო მდივანიც ძალიან კარგად ხედავენ ამას. ჩვენ კვლავაც ერთგულნი ვართ ამ სამშვიდობო შეთანხმებების განხორციელების უზრუნველყოფის. სადაც ხედავთ ამ შეთანხმებების დარღვევას, პრეზიდენტმა, სახელმწიფო მდივანმა და სხვებმა ეს უკვე აღნიშნეს. ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ შეთანხმებებში მონაწილე მხარეები იცავენ იმ შეთანხმებებს, რომლებიც მათ დადეს.
ასე რომ რა თქმა უნდა ჩვენ მზად ვართ უზრუნველყოთ ამ სამშვიდობო შეთანხმებების განხორციელება, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი და რაც გაკეთდა მხოლოდ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ლიდერობის წყალობით. გახდა შესაძლებელი მსოფლიოს მრავალ კუთხეში, მაგრამ ასევე იმ ლიდერების გამბედაობაც, სადაც მშვიდობა რთულია, როგორც თქვენ ახლახან ახსენეთ, მშვიდობის მიღწევა ბევრ მიზეზთა გამო რთულია. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ კონფლიქტში ჩართულთათვის მადიდასთან მისვლა სიმამაცეს მოითხოვს. იმ ადამიანთან პირისპირ დაჯდომა, ვისთანაც კონფლიქტში ხარ, ან ირიბად, იმ ადამიანებთან საუბარი, ვისთანაც კონფლიქტში ხარ და ამ გზით მშვიდობის შეთანხმებამდე მისვლა. ამიტომ ვაფასეთ იმ ადამიანების სიმამაცეს, ვინც წინ წამოვიდა და ამ დიალოგში ჩაერთო. და შეერთებული შტატები, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, კვლავაც ერთგულია ამ მშვიდობის შეთანხმებების განხორციელების და კონფლიქტების მოგვარების გაგრძელების. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადმინისტრაციამ ნამდვილად შეინარჩუნა, ვფიქრობ, კვალი ცოტა სუსტი სიტყვაა, მაგრამ ნამდვილად შეინარჩუნა თავისი ყოფნა. ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ირანთან კონფლიქტის ფონზე, დასავლეთ ნახევარსფეროზე ახალი ყურადღება გამახვილდა. ეს ადმინისტრაციის ერთ-ერთი გამოცხადებული მიზანია. უნდა მივხედოთ იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენთან უფრო ახლოსაა. ამას ახლა ვხედავთ კერძოდ კუბასთან დაკავშირებით. და ბოლო დღეებში გამოქვეყნებული ანგარიში მიუთითებს, რომ ამერიკაში გარკვეულ ორგანიზაციებს, ადვოკატირების ჯგუფებსა და აქტივისტურ ჯგუფებს კოორდინაცია ჰქონდათ კუბის მთავრობასთან. მათ შორის ამერიკის დემოკრატიული სოციალისტები, რომლებიც აშკარად არ არიან ისრაელის მეგობრები, და ჰოთ პინკი, კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც აშკარად არ არის ისრაელის მეგობარი. არის თუ არა რაიმე კავშირი აქვს კუბის მთავრობის მცდელობას შორის, რასაც ისინი ცდილობენ განახორციელონ საკუთარ ქვეყანაში და რეგიონში. და იმასთანაც ხდება დანარჩენ მსოფლიოში. ამიტომ ვფიქრობ, რომ საუკეთესო გზა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად არის ვისაუბრო მინისტრთა შეხვედრაზე, რომელიც გასულ კვირას გაიმართა. მინისტრთა შეხვედრაზე პოლიტიკური ტერორიზმის ზრდის შესახებ, კერძოდ კი უკიდურესად მემარცხენე ტერორიზმის შესახებ შეერთებულ შტატებში. ჩვენ ხედავთ, რომ უკიდურესად მემარცხენე ტერორიზმი უფრო მეტ ანტისამთავრობო თავდასხმასა და შეთქმულებაზე მოდის, ვიდრე ნებისმიერი სხვა იდეოლოგიური ჯგუფი. 2025 წელს ევროპაში ჩვენ ვხედავთ, რომ უკიდურესად მემარცხენე ტერორიზმი თავდასხმების რაოდენობით ჯიჰადისტურ ტერორისტულ ჯგუფებს უტოლდება. ეს რომ გაგზნობინოთ ამ პრობლემის მასშტაბი. კუბა, რა თქმა უნდა, როგორც მდივანმა აღწერა და როგორც ანგარიშია აღნიშნული, არის ამ უკიდურესად მემარცხენე ექსტრემიზმის მხარდამჭერი, რაც ამ ძალადობის ზრდას იწვევს. და შეერთებულ შტატებში ჩვენ სერიოზული შეშფოთება გვაქვს ამ ქსელთან დაკავშირებით. კუბის რეჟიმის მიერ ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული გავლენისა და ჯაშუშობის კამპანია, რომელიც დრემდე გრძელდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ეს ანგარიში იყო, რომელშიც წყაროები მკაფიოდ იყო მითითებული, რომ ამერიკელ ხალხს ეთქვათ, ან მტკიცებულება, რომელსაც საკუთარი თვალით შეგიძლიათ ნახოთ. ბევრი მათგანი საჯაროა, ამ ჯგუფების დიდი ნაწილი ამაყობს კიდეც ამით, გასაოცარია. თავიანთ კავშირს კუბის რეჟიმთან. ისინი თვითონვე ამბობენ ამას. ასე რომ, ეს არის ამ ისტორიის მოყოლა, ფაქტების წარდგენა. რა თქმა უნდა, როდესაც საქმე უკიდურეს მემარცხენე ტერორს ეხება და ეს საკითხი მდივანმაც დააყენა, ჩვენ ვხედავთ ტერორიზმის სხვადასხვა ტიპების დაახლოებას და გადაკვეთს. მაგალითად, ირანის მიერ მართულ ტერორისტულ დაჯგუფებებსა და ამ უკიდურეს მემარცხენე ტერორისტულ ჯგუფებს შორის კავშირების ზრდასთან. აქ ვხედავთ დაახლოებას, სადაც კავშირები იზრდება. შესაძლოა ტერორისტული გეგმების შემთხვევაში მოტივაციაც იზრდება, მაგრამ ფუნდამენტურად ეს იყო ბრმა წერტილი ჩვენს ანტიტერორისტულ მიდგომაში. და ეს არის ბრმა წერტილი, რომლის მოგვარებაც ამ ადმინისტრაციას აქვს გადაწყვეტილი, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი შესაძლებლობები ამ უკიდურესად მემარცხენე ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ ასევე იმისთვის, რომ გქონდეს ყოვლის მომცველი ანტიტერორისტული სტრატეგია, რომელიც დაიცავს ამერიკელ ხალხს და ასევე ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს. 65-ზე მეტი ქვეყანა იმ მინისტერიალზე, მათ შორის ისრაელი, გარდა მრავალი სხვა მოკავშირისა და პარტნიორისა. სახელმწიფო მდივან რუბიომ იმ მინისტერიალზე მართლაც ახსენა ბრმა წერტილი, მაგრამ მან ასევე წამოაყენა სტატისტიკა ჯიჰადისტურ ტერორიზმთან დაკავშირებით და ძირითადი აზრი ციტირებას არ ვახდენ, მაგრამ ძირითადი აზრი ისაა, რომ ეს იყო მართლაც ძალიან სერიოზული პრობლემა 20 წლის წინ. ის ნამდვილად არ გამქრალა, მაგრამ სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს შემცირდა. შეიძლება ითქვას მიუღებელ, თუმცა მართვად დონემდე. ეხლა კი ამ ტერორიზმის სხვა სახეობასთან მოგვიწევს გამკლავება. არ მინდა გრძნობებზე საუბარი, მაგრამ რატო არის გრძნობა, რომ ჯიჰადისტური ტერორიზმი შემცირდა? ჩვენ ვნახეთ 7 ოქტომბერი, ამ ადმინისტრაციამაც კი სანქციები დააწესა მუსლიმთა საძმოსა და მის რამდენიმე განშტოებაზე. გულისხმობ, ასე ნამდვილად არ ჩანს. ეს პრობლემა ჩვენთვის კვლავ უკიდურესად სერიოზულია. თქვენ ახსენეთ სანქციები, რომლებიც ჩვენ დავაწესეთ. ჩვენ კვლავ თანამშრომლობთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ირანის მიერ მართული ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს მაქსიმალური ზეწოლის კამპანია ირანის რეჟიმზე, რათა მათ არ მივცეთ საშუალება დააფინანსონ მათი მრავალი მარიონეტული ტერორისტული დაჯგუფება მთელ მსოფლიოში. ეს კვლავ სერიოზული საკითხია ჩვენთვის. რაც სახელმწიფო მდივანი განიხილავდა, იყო ანტიტერორისტული ინსტრუმენტები, რომლებიც გვაქვს. ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე კრება, მაგრამ ნიშნავს, რომ გვაქვს ანტიტერორისტული ინსტრუმენტები, რომლებმაც ბევრ შემთხვევაში წარმატებით აღკვეთეს თავდასხმები მთელ მსოფლიოში. აუცილებელია, რომ ჩვენ ავნიშნოთ წარმატებული ინსტრუმენტები, რომ გავუმკლავდეთ ბრმა წერტილებს, ბრმა წერტილები და გავაგრძელოთ ინსტრუმენტების განვითარება, რათა დავრწმუნდეთ, რომ პასუხობთ საფრთხეებს, როგორც ისინი განაგრძობენ განვითარებას. სწორედ ამაზე საუბრობდა სახელმწიფო მდივანი. ის ფაქტი, რომ ჩვენ შეგვიძლია ტერორისტული საფრთხეების მოგვარება. ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ, რათა უპასუხოთ ამ ტერორისტულ საფრთხეებს. და ჩვენ ნამდვილად ვაგრძელებთ ჯიჰადისტურ ტერორიზმთან ბრძოლას. ნამდვილად ვაგრძელებთ ამას.
ამას ეს კვლავ მაღალი პრიორიტეტია. ეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშია მაგალითად, სადაც კონკრეტულად საუბარია ტერორიზმის ამსახეობაზე. მაგრამ ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებიც შეგვიძლია კიდევ უფრო განმოვითაროთ. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამშრომლობის გამოცდილება ამ საფრთხის წინააღმდეგ. და სახელმწიფო მდივნის მთავარი აზრი იყო ის, რომ აუცილებელია გავაგრძელოთ ამ თანამშრომლობაზე მუშაობა. უნდა შევხედოთ, რა გავაკეთეთ წარსულში, დავინახოთ, რა ემუშავა, გამოვასწოროთ ის, რაც არ მუშაობდა და დავწმუნდეთ, რომ ერთად მუშაობთ, რათა ყველა უსაფრთხოდ ვიყოთ. დაახლოებით 20 წამი გვაქვს, ესე რომ მოკლედ უნდა ვთქვა, მდივანი რუბიო პრეზიდენტად იყრის სკემს. ამ კითხვაზე პასუხს არ გავცემ. მე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ვარ და ამით დავასრულებ. დროის გასვლასთან ერთად მოგვიწევს პასუხისძიება. ტომი ბიგოტი, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი, დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ და ჩვენთან იყავით. ამას ნამდვილად ვაფასებთ. მადლობა მოწვევისთვის. და მომავალშიც ისევ დაგიკავშირდებით აქ, გადაცემაში ამერიკული ხედვა.